მოგესალმებით, ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. ჩვენი გადაცემის იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას უყვარს ხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ამიტომ ჩვენს ტრენდული ბიჭები არ ჩავყვებით ტრენდს და ვიღაცის პროფესიაში ჩავყოთ ჩვენს ცხვირებს. უფრო კონკრეტულად კი მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ვილაპარაკებთ ამ პროფესიის დადებით და უარყოფით თვისებებზე, რა თქმა უნდა, იუმორისტულ ჭრილში. კი ბატონო, მაგრამ თავარი ჩვენი გადაცემის არსი არის, რომ ჩვენს გადაცემაში უნდა მოვიდეს ხვიჩა კვარაცხელია. კი ბატონო, აი ხვიჩა რომ მოვა, всё, დავხურავთ გადაცემას. всё, მორჩა. აი მან ჩვენი გეგმა არ გადავიღოთ საერთოდ გადაცემა. ფოტო გადავიღოთ. ბაზარი არა. უბრალოდ ახლა ხვიჩას მიმართავ, რომ მეორე ან მესამე გადაცემაშივე ნუ მოხვალ, ცოტა გვაწვალე ბიჭები და მოვიხოდებით და მე მოდი რა. ხო, სხვათა შორის გიორგი ჯერ გადაცემა არ დაწყებულა ხალხო. სიურპრიზ. დაურეკე მე კვარაცხელიას. მე რა. არ მცალია ვერ მოვდივარ რო. რატო რას ვაგეთებ ხო? ბიჭო, დემბელეს გონია სახში რემონტი. აი. ხო, ახლა არ დავიჯერებდი, მაგრამ პერფერატურის ხმა შემოდიოდა, თან პაღიში ხო იცი ასე ისმოდა და დავიჯერე ეგრევე, აბა. ბაზარი არა. და ჩვენი გადაცემის სტუმარია ხვიჩა კვარაცხელია. აუ, ამას რო ვიტყვი წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. კი. ჩვენი გადაცემა უნდა იყოს ელეგანტური, დახვეწილი. ხო, და არავისთვის გამაღიზიანებელი. აბა რა თქო ბიჭო. ხო, რავი, რამდენად გამოგვივა, არ ვიცი. ჩვენს დანახვაზე თუ ვინმეს ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი გახსენდებათ, უფრო ჩლუნგი რომელიცაა, მე მგონი უკვე გამოიკვეთა. კარგი, გადავიდეთ თავარზე რა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება პროფესია იუმორისტობა. და დღეს ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ ყველაზე ცნობილი იუმორისტი. ის როა. კაი. კაი, ხუმრობით ეს რა თქმა უნდა. დაიწყე. გადაცემაში შემოვა გადაცემებში შესვლის ოსტატი. ადამიანი, რომელმაც ერთ დროს ხაშურია ზანზარა. ადამიანი, რომელიც ერთი პერიოდი ალალიც იყო. ხელზე კავენი აწერია ხალხო. და დღეს კაციშვილმა არის ის რას აკეთებს. გიორგი კაკიაშვილი იგივე კაკია. სალამი კაკია, მოგესალმებით. კი ბატონო. ეს როგორ დალაგდა ეხა ყველაფერი. ნახე, ჩპგ-ში, ანუ ჩვენ პირველ გადაცემაში. მოვიდა ჩპს. კი ბატონო, კი. ძალიან მიხარია პირველ რიგში, ჩვენთან ხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და დაგვაფასე. ძალიან მიხარია რომ ეს დავიწყებული კაცი გაგახსენე. ჩიგარი. იგრიალეთ ბიჭებო. ხო. გილოცავთ. გაიხარე, მადლობა. გაიხარე. YouTube-ი არის ძალიან კაი რაღაცა. კი ბატონო. მიდი უთხარი. დამიჯერე. მიდი უთხარი. აი ეხლა. რა არის თემა, იცი რომ ამ შენი სტუმრობა რომ დავგეგმეთ, ხო დავიწყეთ რაღაცების წერა და რაღაცა შუტკა მოათრია. ხოდიში ხუმრობა რაღაცა შუყურა. ესო კაკიას უნდა უთხრა, მაგრამ გაუსწორდებაო რა, გაეცინებ. მიდი უთხარი. იხა. კაკია. აკაურობა კაკია? რა სიტყვი? წყალს და მე გამოვიზოგავ. რამდენჯერად წყალს დავლებ ბიჭო. ისოდეთ რომ კარგი არაფერი გიქ. კაკი არაფერი გიქ. პირველი გვაქვს პირფერობის რუბრიკა რა. ოპა. უნდა ვეპირფეროთ სტუმარს, რომ მე სხვა სტუმარს ნახოს და ისიც მოვიდეს რა. გენაცვალეთ. ხო და მე დავიწყებ რა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გადაცემა ხალხი კომენტარებში წერდა კაკია მოიყვანეთ, კაკია. ხო და ძმო მოგიყვანეთ. კაია. მიდი შენ წაპირფერე. შემდეგი მე რა ვეპირფერო კაცო, ის კი არა ვარ აფერისტი. შედაც იცის კაცო, რომ ძალიან სიმპათიური. ძალიან კარგი იუმორისტია, დიდთან დიდი და პატარასთან შეძლებს დაგვარად. პატარა. მე პირდაპირ კითხვასი გადავალ რა. ხო არ გინდა წყალი კაკი. გიორგი, სატო იუმორისტობა? ძალიან რთული პროფესია და მე ზოგადად არ მიყვარს არაფერი მარტივი. ვიღაცამ შეიძლება ბოდიში, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პროფესიებზე რა ხან გვაგადაცემა იუმორისტობა როგორი პროფესიაა, მაგრამ საიდანაც ფულს შოულობ, ეს პროფესია არ იყო. კი ბატონო. მეც რა პროფესიის ხარ რომ უკითხავთ, თამამად ვერ გამიცია ხოლმე იუმორისტი. მე რაღაცნაირად უსაქმური ხარო ჭყანავისტი არა ხო ჭყან რა ხდება რა ამას რაში აძლევენ ფულს ეს იყო ჩემი
ესეთი ფრაზა რა, რაც ძალიან თურგუნავდა ყოველთვის, როცა შინაურებში აღმოჩნდებოდი ხოლმე, რომ ეს ქარიდან ძალიან მარტივად სხვა რაღაცაში შეულობს ფულს და არ არის ეგრე რთული პროფესიაა და დაიყო კითხვა მე რატო ავირჩიე? ხო, რატო ავირჩიე იუმორისტობა? რატო? იუმორისტი. არა მირჩევია. არა მირჩევია, მე საერთოდ ჟურნალისტიკა ავირჩიე და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, მაგრამ ეს პროფესია წამოვიდა თავისით და კავენ მაგნა და მასანგანმა ის რაც ხედზე მაწერია. და რა სარგებლობა ნახე იუმორისტობისგან იმის გარდა რომ ჩვენ გადაცემაში პირველი სტუმარი. იუმორისტობით მე ბევრგან და ბევრჯერ ვიყავი რაღაცეებში პირველი. თქვენი გადაცემის პირველი YouTube სერიალით ჩვენ გავაკეთეთ და ძალიან მაგარი. პირველი არ შევედი ხოლმე გადაცემებში. გაბუნიასთან პირველი მე შევედი. კიდე რა მქონა პირველი? გავიხსენებ გზადაგზა გეტყვი. კარგი. საქართველოს რომელ კუთხეში აქვს ყველაზე კაი იუმორი? ესე გულწრფელად ვინც შეძლო ყოველთვის შემიგაცემა, გურული და გურულები და გურია ძალიან მიყვარს. რიკი გაუდის. ხარტული ეგ არ არის გურია. არა. ისე გურიაში ნათამაშები არ მაქვს, მაგრამ კავენის და მასანკანის აუდიტორია ყველაზე კარგი ქუთაისში იყო ყოველთვის და ეს ხიშვიზე და ოპერაზე გიждები იქ ხალხია. კი ბატონო. დღეს აი რომელიმე გადაცემა თუ არის იუმორისტული, ახლა ხან იმას ამბობდი რომ რთულია ჩემი გაცინება, რომელიმე გადაცემა თუ არის ისეთი, რასაც მაგალითად აი მაინტერესებს რა გადაცემას უყურებ ჭამის დროს. მე მაინტერესებს რა ჭამ. ძირითადად ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი შემოიფარგლებოდა ფასტ ფუდით. და ეხლა ცხოვრებისეული, ესე ვთქვათ, ამბებიდან გამომდინარე, არა, იმას შეგიძლია არ გადავსვიტე. ჩემი კითხვა საინტერესოა. რა სჭამ გააჩნია მან ქრონომეტრაჟის იცვლება რა. თუ ფასტ ფუდს სჭამ, შესაბამისად რაღაცა 10-12 წუთიანი ვიდეო ყოფს. თუ რაღაცა უნდა მოამზადო. ო, ეგ თემა მაგას აუხსენე. და სახლში აკეთო და რაღაცა სახლში უნდა გააკეთო, ცოტა დიდი ამბავი გინდა რა, მაგრამ ბოლო პერიოდი ძირითადად სიტკომზე ვარ შემჯდარი და რამე ისეთი გადაცემა რო იყოს, რასაც ესე ჩაუждები და უყურებდი და არ იქნებოდა ფრენცი რაღაცა 37-ად არ უყურებდი ფრენცს. ეხლა უკვე ინგლისურად უყურებ ეგეთი რაღაცა მაგ. კარგი, ინგლისურს სწავლობ. შავი და თეთრი იუმორი არსებობს, ხო? შავი და ორივე არსებობს. კი. ორად ხობს მარტო, შავი და თეთრი. მე მაგალითად ბეჟი მევასება. მაგრამ აი, შევამხედეთ და მიხვდებით რა. ბეჟს, აი, ნელ-ნელა შემოვიტანთ YouTube-ზე. შავს და თეთრ შორის არის ბეჟს შემოვიტანთ, კი ბატონო და მე ვიქნები ეს ის, აი, რა გახსენდება შავი იუმორზე რა. აი, თუ შეგიძლია რომ გაიხსენო შავი იუმორი. მომისმინე, რას გეკითხება, იცი? რამე ყველაზე შავი ხუმრობა. ყველაზე შავი ხუმრობა რაც გახსენდება, უცებ გაგახსენე. აუ. პირველი ორი თავში ისეთი შავი ხუმრობა და ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და წარღირს. ეგეთი მინიატურა იყო იესო ქრისტე და კოჭლი კაცი. სცენის კუთხეში წვერებიანი კაცი და კოჭლი კაცი მოდიოდა კოჭლობით და აცემინებდა შუაგზაში და ჯანმრთელობა ვეუბნებოდა და მე ჩვეულებრივად მოდიოდა. იმ წუთშივე ხდებოდა გამოჯანმრთელება იმ ადამიანის მეორე ნაბიჯზე და თან თლად შავის არ არის მაინც ისეთი ჯანმრთელობა. მაინც არა. ამ შავ იუმორს რო ყვები, როგორ რეაქციას ელოდები რა ხალხისგან? ვაი, მე რა ყვება თუ ეგ არის ყველაზე სწორი რეაქცია, ალბათ, რომ ძალიან ვისაც ეცინება, ესე იგი იმას მოწონს შავ იუმორი და არ არის მისთვის პრობლემა. მე მაგ რეაქციას ვაფასებ. ამისკენ არ გამიხედია, როგორი რეაქცია ქონდა ამ ხურო. ჩასვავდი? რა სამხუმრობას? ხო, პროგრამაში ჩასვავდი? კი, აბა რა. ეს ისეთებს სვამს, ეგ ყველაზე კაი იქნებოდა ალბათ. ყველაზე ბეჟი და ყველაზე სვეჟი იუმორი. ეგრე უნდა შეფუთო შენი. მე გეტყვი ყველაზე შავს, რაზეც აი საშინელი რეაქცია მქონდა რა. ჩვენი ერთი მაგას იყო. სადამ მაგას იტყოდა. შევრიგით ახლა ხარ. მაგრამ ვიღაცა ძალიან ლამაზმა გოგომ ჩაიარა რა.
და ამ ბიჭის რეაქცია, ეგი არ იყოს ჩემი სისხლი და ხორცი. არ შეიძლება. არ შეიძლება იგი. თეთრი ყველაზე ჩემო მეგობარმა მე თქვენი ბედნიერი დედა მოვტყანე. ორ შეყვარებულ წყვილ ზებრაზე. აი როგორი ბედნიერები მოდიოთ, იცი რომ დაინახავ და გაგეხარ ემოცია რო წაეძნა მე ანუ ხამათი ბედნიერი დედა. ვერაფრით ვერ მიიღო ამათი სიხარული. ბედნიერი. არც ეგ არ შეიძლება. კი ბატონო. არის თუ არა რაღაცა იუმორში საზღვრები რა, რაზეც ხუმრობა არ შეიძლება. შენ კონკრეტულად. რა თქმა უნდა. მაგალითად რა თემაა ეგეთი, რომ აი მაგაზე არ იხუმრებ არასოდეს. მე შეიძლება ყველაფერზე ვიხუმრო, კაცო. არ ითქმება. და ყველაფერზე გვიხუმრია იუმორისტის ტვინი ზოგადად ძალიან მე აი იუმორისტის ტვინი ისეთ სიტუაციაში შეიძლება ისეთი რაღაცა მოიგონოს და უცებ დაალაგოს ტვინმა, რომ თქმაც კი შეიძლება თქვა, მაგრამ ვერ იმასქნა და არ ეს თუ გაიგეთები. ბოდიში მომიხდია მაგალითად ისეთი ხუმრობა არ უნდა თქვა, რაზეც სხვას ექნება გაიცინებს პირიქით რეაქცია ექნება, ეგ არის ალბათ ზღვარი ჩემთვის რა. კი ბატონო, გასაგები. შენ თვითონვე უნდა იმასქნა რა ქვია, თუ არ გაგეცინება აღარ უნდა თქვა რა. შენი პროფესიის 3 დადებითი და 3 უარყოფითი მხარე რა არის? ვარყოფითია პირველ რიგში ის რომ წერან საზღვარს ტვინში ვერ აგაქ ეგ საზღვარი. არ ვიცი მე პირადად არ მაქვს და ბევრჯერ აღმოჩენილა რომ ხერხულ სიტუაციაში ამის გამო ხო ის რომ ხუმრობის ფორმულირება შეგიძლია ნებისმიერ დროს და ეგ არ არის ხანდახან კარგი. ხანდახან ხუმრობის ფორმულირება არ არის საჭირო და ისე უნდა თქვა წინადადები. რატყვილა ელაპარაკე. მეორე 3 თუ გინდა 3 უარყოფითი თვისება არა. ეს ერთი აქვს უარყოფითი. დანარჩენი ყველაფერი დადებითი აქვს. ყველაზე დადებითი იუმორში არის ის, რომ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეგიძლია იუმორით, ხუმრობით და იმ დადებითი ემოციით, რასაც კი კაცო, მე ვთამაშობ ეხა თორე. მოსიწყალი. მოდი. გავაგზავნოთ გადაცემა მეგობრებო. მოკლედ დადებითია ის რომ ადამიანს შეგიძლია აჩუქო ყველაზე დიდი დადებითი ემოცია და ეგ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო. თუ გახსოვს პირველი ხუმრობა რა დაწერე? კი მელომანი ჩმოლი. როგორ იყო? არაფერ ძალიან ბანძი ხუმრობაა. მოდი ბიჭო აქ მოდი მოყავდა რა ჩმოლი ვიღაცა ბიჭს და ეს გვერდულად რო იცის ხო ეს სამორტყმა. აი პანჩურს ვარ უტყავდა თან პანჩურს უტყავს გვერდ ამას რო უტყავდა. კი მივხვდი. აი ეგ და ერთხელ ამოვარტყავდა და რაღაც ამზამ მაგას მე მეორედ რაღაცა სხვა სიმღერას მესამეს ხედავ და ბოლოს ძალიან ურტყავდა და აყვავებულა არაგუზე და ესე იგი მეც მაქვს რაღაც შანსები. კი რამზამ. ავიდან ყველა ვერ წეს იმას. ამბავს. მე მაქვს აქ ჩამოწერილი რამდენიმე ტრადიციული ხუმრობა რა და მინდა რომ შენ გამოარჩიო რომელიმე რავი. მაგალითად გეტყვი ხა და მიხვდები რა. ახალ წელს რო ეუბნებიან რა. 1 წელი არ მინახი ხა სად დაიკარგე? გადაუსვლელი. ხო. ჯვრის წერაზე რო ეუბნებიან. დაფიქდი მაინც ვიღაცა იქიდან უკნიდან რა. რა იყო ყოველ წელს გაგ დაბადების დღე შენ გასო? ეგეთი. დააყარე მე მაინც არ ვჭამ მაგას. იყო წყალის ველი. აკანე და გაკანე. ეგეთი. მეც მithქვია მაკედონია. რამოდენიმე ჯერ ხო რეგიონალური ხუმრობებია კიდე არსებობს რეგიონში ხუმრობები რომელიც არის აი მაგალითად ჩვენთან სურამში ტყუპებს ეღადავებიან ასე შენ ხარ თუ შენი ძმა
ესეთი ხუმრობა და ნებისმიერი ტყუპი ვინ სურამში ჩამოსულა, ყველასთვის უთქვამთ ეგ, რომ გვანან ერთმანეთს. სწორია. რა არის სწორი? ეს ხანდახან მავიწყდა. ხო, ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ხუმრობა თუ მოგიპარავს? კი, კაცო. სცენაზე გაიკეთებია? ინსპირაცია არა, უყურე რა არის? არა. არა, მოპარული ხუმრობა სცენაზე არ გამიკეთებია. მაგრამ ინსპირაცია ხო, ეგ ინსპირაცია ბაზარი. ზოგადად რა, სერიალების და სიტკომების ყურება მაგიტომ მიყვარს, რომ ერთი პერიოდი მაგალითად ფრენსის ყურების დროს თან წერდი. ხო. იქიდან რაღაც ხუმრობები გესმის, აქედან შეიძლება რაღაცები გაუშვა რა. არა ესე კავენზე ჩამძარიყავი და რუსული კავენს მეყურებინა და მე პირდაპირ ხუცდა რაღაცა გადმომეგდო. ეგ არ არის რა. სწორი არ არის ბიჭებს. არ შეიძლება. მაგრამ ყველა თაობაში ყოფილა და არის რომ ვიღაცები მე არ მომტარავს არასდროს. მე რუსული დონეზე არ ვიცი, რომ აი ხუმრობას პროსტა გამორიცხული ვერ გადმოვთარგმნი. ბატონო, ქართულად ნათარგმნი ხუმრობა, რომელიც აჭარანეცე დევს ფრენსის ან ჩვენი მე გავენშიკის ლაშა ბახტაძის გადათარგმნილი რო დევს, უკვე მაგ ხუმრობას არ წამოიღებ და არ სცენაზე არ მოიტანა. კი ბატონო. მე ერთ რაღაცას მოყვია თუ არ ივარგებს ამოვჭრათ რა, ვერ პროსტა შეიძლება გითხრა რა. ერთხელ ჩვენს გვითხრეს რაღაცა ხუმრობაზე, რომ აი ეს რაღაც რუსული კავენიდან მოპარული შუტკა რა. ამას აბრალებდნენ რა. მე კონკრეტულად ამან მოიტანა ეგ ხუმრობა და თან რო გითხრა ხა ამის რუსულის დონე მიგახვედრებ რა. ერთი ჩვენი საერთო ნაცნობია რუსეთში იყო დიდხანს რა, ლახო ქვია. ხო და რო ჩამოვიდა, ამას უნდა რომ რაღაცა ისეთი ეთქვა რა რუსულად, რომ შენ გენაცვალე, შენი ჭირი მე რაღაცა და რო დაინახა პირველი. ვაუ, ახო იბიომატ როგორ ახარ. ფენს უნდა ჩაუშვი. არ გაქნა ნახი? მართლა? შუა ქალაქიც არ აქვს ნანახი. სანამ არ ნახავ ხუმრობას ალბათ ვერ დაწ. იუმორისტ კაცს შუა ქალაქი არ უნდა ქონდეს ნანახი. იუმორისტი ვარ. კარგია რომ ეგრე მომართავენ რა მიხარია. იუმორისტი და რაღაც. მიხარია, კარგია. კარგია. კარგია რომ ჩემზე ეგეთი წარმოდგენა შეგეძლო. ეს მომართო რომ დამაჯერებელი გახდეს და ამხელა ხუმრობა და აჟიოტაჟი აღარ გამოიწვიოს. ნელა უნდა ნახო რა მართლა. ხوارიდან ფრენსი. კაკი, ღევანდელ მასანგას იგივე ქართული ლიგას თუ უყურებ და რომელ გუნდს გამოარჩევ? ამიტომ არ თქვა ჩვენზე რომ ჩვენ. არა, თქვა ჩვენზე კაცო, მოიცადე სამი გუნდი მყავს ისეთი, რომელიც მე მგონი სამივეს აქვს მოგებული და რა, თქვენც ხო გაქვთ მოგებული? ო, ათქულასაც აქვს მოგებული და ჭიათურასაც აქვს მოგებული. ეს სამი გუნდი მყავს ჭიგარი. იმას გავხარ მაგრამ ეხლა რომ დადე ვიდეო მართლა როგორ გავს. ესპრესო მაკია. მე კითხა. არა, ძირითადად ქნებზე გადაწყვეტეთ. კავენის თამაშის ესეთ გადაწყვეტა. აუ, გადაცემა წაგვაქვს? არის. ჩვენი თაობის მასანკას რო უყურებდით, ვინ მოგწონდათ ყველაზე მეტად და ჩამოთვალე 5 საუკეთესო. მე მეკითხები თუ იმას? 5 გუნდი. ორივე ჩემი აზრი აინტერესებს ხო? 2 ნახევარი შემოთავაზე. 2 ნახევარი შემოთავაზე. ერთს მე ვიტყვი, ერთი შენ თქვი და ესე 5-მდე შევავსოთ. ქვემოდან დავიწყოთ? არა, დროს ისეთი დონე იყო, მოდი 6. 3-3. ქვემოდან დავიწყოთ? ქვემოდან რა მნიშვნელობა აქვს? ჩამოვთვალოთ პროსტა. ტოპ 5 არ მოგეთე? არა, ჩამოვობენ. აბა ეხლა ვიღაცას რატომ უნდა ეწყინოს? მე 5-ზე რო გაიყვანე. მართლა? ანუ ხო არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ ტოპ 5 იუმორისტი. ბიჭო, კი არ კავენში. მე რას გეუნები, ანუ ვიღაცა რო შეხვდება რომ ვერ გავიგე რას ეუნები? ეს ხშირად ქენდა ამ გადაცემაში, კაია. არა, მისმინე ერთი წუთი, კაკი ხო უეჭველი უნდა ვახსენო. მაშინ დაახსოვ პირველი, იმიტომ რომ აღარ მყავს. ხო და მაგამდე მიმყავს მე საუბარი. თქვენ თუ არ გინდათ, მე არ მახსენე. მოკლედ დავიწყოთ, კაი, როგორც შენ თქვი, ისე გავაკეთოთ და მოგყვები მეც. ანუ არეულად ვთვლით რა. ხო, პროსტა 6 კაცი მითხარით, ან 6. კაკია. პირველი. აუ, არა, პირველი კი არა, ზოგადად. ზოგადად 6-ულში ვარ. ხო, 6-ულში ხარ. აქეთ გადმოგაჯენ და მე დავსვამ ახლა ხმს იცოდე. მე ვიღა უნდა ვთქვა ახლა. გაიხედე შეჩემა ვინ უნდა თქვა. პირველობის რუბრიკა დააბრუნა. ვიღა არჩი რომელიმე. ამიკო. ჩოხარაძე? ჩემი თაობა თქო, საწავიდა.
შენი თაობა? აკიას თაობა. ჩვენ თაობაში აგერ ბიჭები. თორნიკე ცხოვრებაც. აჰა, გაგიმარჯოს. გიორგი გაბუნია. გენაცვალე. ფილმი არ გამურჩეთ ბიჭებო. გიორგი გაბუნია. სამი ყავს უკვე. თუ გინდა რა ვქნათ ისი? აბა პროსტ არ იცი. ოცნების გუნდია ვაწყობ თუ გინდა რა, ეს სიმღერა, მინიატურები, ფრონტმენობა. გამოსტილი ხო ხარ ეგ შენ გააკეთე რა. ჩვენ ეხაც თამაშობდა, შენ უკვე გამოსტილი ტიპი ხარ, თამაშები გაქვს და ვინც ერთად გავაკეთოთ. ანუ მე ვიღაცა შეიძლება არ ვიცოდე რა, იმიტომ გეუბნები რომ არ ვიცნობ. ამიკო იცოდა და როდინდელი კავენი გაიცა. მიდი ბარემ თქვი სამი და ამიკოს კავენი მე არ მაქვს ნანა. მე არა მაგრამ სად ნახა მე ვიცი რომ კავენში კია რა. დავი თქვა კიდე? ნოდარ დალაკიშვილი. არა ბიჭო. გახსენებ ბიჭო. არ უყურებდი. რამდენ ტელევიზიაში გადიოდა რა. აუ კიდე კაი. ესე გვატყუებენ ბიჭო, არ უყურებდი. არ ვიცი, შენ ჩამოთვალე რა მე. გიორგი ჩუბინიძე, აკაკი დარბაიძე. ეს ხუთი. ერთი გვინდა ეხა. ერთი გვინდა. აუჩი ყუბები გავიყვანოთ ერთში რა. ნიკა და გიგა გავიყვანოთ. ეგ არის შვენიერი გუნდი ხო, შვენიერი გუნდი აეწყო. კი ბატონო, ძალიან კაი იყო ის მეც. რუბრიკაც გამოვიდა რა, просто არა, გაბომღერის. კი, მომღერალის ყველა არის, короче. თამაშობთ, ლაპარაკობთ, ნებისმიერ სცენაზე გამოგვაგდეთ, короче. პრობლემა არ არის. მოდი რა კითხავ მაინც. ხელზე რო გაწერია კავენი. ხო. ნანობ. არა, არ ნანობ. ერთადერთი აი ის მინდოდა რა, დაჟე ლიგას მეხაც მინდოდა მიმეწერა და ზოგადად ეს ხელი უკავია მნიშვნელოვანი რაღაცეებს ჩემს ცხოვრებაში. ეს მაკრატელი რა არის? ეს არის სუპირველი ტატო და პირველი ტატოდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი რა. მერე დაიწყო რა, აი მეც მაგალითად ნესვი, კავენი და ბეჭედი. აქეთ ისე просто ჩემ ბავშვს დახატავს ამას მერე რო იქნება. კარგი, მოკლედ ბოლო კითხვა ესეთია რა, გამოვა თუ არა ჩვენგან, ანუ პროფესია, გადაცემის თემა ქონდა პროფესია იუმორისტი და გამოვა თუ არა ჩვენგან იუმორისტები. ძალიან კარგი იუმორისტები ხართ ხალხო, რა სიძახით. ძალიან კარგი იუმორისტები. სხვა პროფესიებს რომ მოიყვანთ, აი მე ნახეთ გამოხვალთ თუ არა, ან დურგლები ან ფეხბურთელი. კაი, ეხა არა თქვი, იმიტომ რომ სხვა რაღაცა უნდა ვთქვათ რა ჩვენ. ანუ ეს დაპროგრამებულია რომ ეს ამის პერ ეს უნდა ხნას ის უნდა. არა, გაგინდა შეგა. ამაზე უკეთესი რო არ იყოს. მიკითხე. გამოვა თუ არა ჩვენგან იუმორისტები? არა. არ გამოვა ხალხო ჩვენგან იუმორისტები. რის გამო გათქმევინა არა პროსტ. მაცადეთ. ამიტომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში უნდა ვეძიოთ ახალი პროფესია. მომდევნო ეპიზოდში დაგიბრუნდებით. აპაჯა! გენაცვალე. იგარიხა. კარგები.